იქ ადამიანების მიმართ ხელოვნურად შექმნილი გმირებზე სალაპარაკო არაფერი არ აქვს. ხოდა ზვიადის და მერაბის ვინი პოვის კაცო. ზვიადი და მერაბი დღეს რო გამოჩნდეს ბიზნეს ამჯობინებს ერი. გამიჯერეთ. ბიზნეს ამჯობინებს მილიონს. იმიტომ რომ ზვიადს და მერაბს ფული არ ექნებოდა, ბიზნეს ფული აქვს. მაშინ თუ შევარდნაძე ამჯობინენ, ახლა ბიზნეს არ ამჯობინებენ? ამიტომ სად ვიპოვოთ, ყველამ საკუთარ თავში იპოვეთ ზვიადი და მერაბი. და იყავით ისეთები, როგორც ზვიადი და მერაბი იყო. აბა რაბასული გაგცეთ. ყველა ქოცმა საკუთარ გულში და თავში იპოვოს ზვიადი და მერაბი, აი დღეს და გახდნენ ეროვნულები. ზოგი ამბობდა რომ ზვიადი ამნაირი რო ყოფილიყო, იმნაირი რო ყოფილიყო, ახლა იქ მიშასთან რო პარალელებს როლები, მაშინ ზვიადი არ იქნებოდა, მაშინ მიშა სააგაშვილი იქნებოდა იქ. ასე იქნებოდა ეს. სიმართლე თუ გინდათ ასეა. ხალხს არ უყვარს სიმართლე და იდეისთვის ბრძოლა. ხალხს უყვარს ფული, ხალხს უყვარს არჩევნები, ტყვილი, ცრუგმირების შექმნა, ლოცვა. კოცების ალტერნატივას ვერასდროს ვერ შეხავდა. ეს იგივე სიტუაცია არის, როდესაც 2008 წლის ომის მერე რო იყო სიტუაცია და აი მიშა და ნაცები არ გვინდაო, მაგრამ უკეთეს ვიზღედავთ. იგივე სიტუაცია. კოცები თავის დასაკლავდანას გამოითხრიან? ალტერნატივას არც არავინ შექმნის, იმიტომ რომ საქართველო არის საფაშოდ გადაქცეული. ივანიშვილის და კოცების საფაშოთაა გადაქცეული. სანამდე ხალხი იქნება იმის მოლოდინში, რომ ვიღაცა მოვა, ცუდი არაა, რომ ხალხს კონდეს მოთხოვნა, რომ ელოდებოდეს ეროვნულ ლიდერს, ეროვნულ განმათავისუფლებულ ლიდერს. მაგრამ თქვენ კაი ხალხო, ეროვნულ განმათავისუფლებელი ლიდერი სანამ გამოჩნდებოდეს, შენ გააკეთე იმის ფასი, რომ ეროვნული მოძრაობა შენ დონეზე დაიცვა. ეს სამშობლო თითოეული ქართველის დასაცავია და თითოეული ქართველი რომ მიხვდება ემას, რომ დასაცავია, მე გამოჩნდება ზვიადიც და მერაბიც. მანამდე არ იქნება არაფერი. ზვიადს და მერაბსაც სხვათა შორის 56 წლიდან როცა დაიწყეს გორგასლიანის მოძრაობა, დაცინოდნენ და აბუჩათიგდებდნენ და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ, რამდენად გამოსადეგია ბევრი უცხოეთისა და დიპლომატის სასწაული კითხვას რატომ ისმენ თუ ჩემი ძმა ხარ ახლა? დიპლომატმა ორი უცხოენა მინიმუმ უნდა იცოდეს, ორი თავარი და ძირითადი უცხოენა. დიპლომატიური ენა, დიპლომატების ენა უფრო ფრანგულია კიდე. განსაკუთრებით უნდა იცოდეს. აბა სადგინაი საქართველოს შეიძლება დიპლომატი იყოს და ერთი უცხოენა არ იცოდეს. ან დიპლომატიური დაამთავროს და პოლიტოლოგიის აზრი არ იყოს. ეგეთებიც ხდება. დიპლომატები ხდებიან, პოლიტოლოგია არ იციან საერთოდ. პოლიტოლოგიას მერე სწავლობენ დიპლომატები რო ხდებიან და რა გითხრა? ეგა. ახლა უბრალოდ რა არის, იცით? ექვსენაზე ვსაუბრობ და 14 ზემოდან სწავლობ. შენ გაგიმარჯოს ღმერთმა ძმაო, ისე შენ დიპლომატობა გინდა თუ ლინგვისტობა ეგ მითხარი. ოჩას. ამბობენ 2-3 ენის სწავლა აქვს ცოტათნაირი, თორემ მე-4-5-6 იოლად ითვისებ. ხო, მოკლედ, აი ამის თქმა მინდოდა, ახლა უბრალოდ ერთი რეალობა არის, ერთი ეგეთი რაღაცა. კოცები რჩებიან ძალიან ხახამშრალები. კოცები კარგავენ მთავარ მოძრაობელ ძალას. მათი არსებობის მთავარი არსი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს. აღარ არსებობს ნაციონალური მოძრაობა. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა მაგალითად, ნაცები